ცეცხლის ნიშნებო იქნება სამი შეკითხვა, სამი ბარათი. პირველი ეს იქნება ზოგადი ფონი, მეორე ეს იქნება პირადი ურთიერთობები და მესამე ეს იქნება კარიერა და ფინანსები. ერთის ნიშნებო მე ვიტყოდი რომ ძალიან კარგი პერიოდი იწყება თქვენთვის. ეს იქნება ახალი ემოციებით, იდეებით, მოულოდნელი შთაგონებით, სასიამოვნო სიახლეებით, რაღაც გულწრფელი საუბრებით, ახალი ნაცნობების შეძენის, ასევე რაღაცა შემოქმედებითი იდეების შემოსვლის პერიოდი თქვენთვის. სამყარო გთავაზობთ რაღაც ახალ გამოცდილებებს და თქვენ სამყარო რასაც გთავაზობთ, ხო, პირდაპირ მოქმედებაზე გადადიხართ ხოლმე ძალიან ხშირად, ცოტა იმპულსურ და ინტუიციურ გადაწყვეტილებებს იღებთ ხოლმე. და აი ეხლაც ეს თვეც იქნება სწორედ რომ ანუ მხოლოდ ლოგიკას კი არ მოусმენთ, არამედ რაღაცა ინტუიციით იმოქმედებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალი შესაძლებლობები მოდის თქვენს ცხოვრებაში. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ეს არის ძალიან პოზიტიური ბარათი, სიყვარულის პოზიციასთან დაკავშირებით, ეს არის იმედი, გულწრფელობა, მომავლის რწმენა. თუ ადამიანს აქამდე რთული პერიოდი ჰქონდა, მაგალითად გამოჯანმრთელების, ემოციური აღდგენის, თუ მარტო ხართ, აუცილებლად გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უფრო მეტად გაალამაზებს და იმედს მისცემს, რომ აი ზუსტად ის ადამიანია, ვინც მე მჭირდება. თუ ურთიერთობაში იმყოფებით, უფრო რაღაცა საერთო ხედვები გაგიჩნდებათ, უფრო მეტი ნდობა გაგიჩნდებათ ერთმანეთთან. ეს ბარათი, ანუ ვარსკვლავი გეუბნებათ იმას, რომ ჯერ ყველაფერი არ არის დაკარგული და პირიქით. საუკეთესო ყველაფერი გაქვთ წინ. რაც შეეხება კარიერას და ფინანსებს, მაგი გვეუბნება, რომ თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მოახდინოთ თქვენი იდეების, სურვილების რეალიზება. ასევე გეუბნებათ მაგი, რომ რაღაც ახალი პროექტის მომზადების შანსი შეიძლება გქონდეთ, საკუთარი იდეების რეალიზებას მოახდენთ ამ თვეში. ასევე მეტად გაიზრდება თქვენი ავტორიტეტი, გავლენა და თქვენ ხართ მოკლედ ის ადამიანი, რომელიც შეძლებს საკუთარი წარმატების შემოქმედების რეალიზებას. ანუ თქვენ თვითონ ხართ თქვენი წარმატების შემოქმედი. იმიტომ რომ მაგი არის წიღბლიანი ბარათი. მე ესე ვიტყოდი. ეს არის გამარჯვებული, აი მე შევძლებ. გამარჯვებული ადამიანის ბარათია. და საერთო სურათი რომ გითხრათ, ეს არის ცოტა ემოციური იმპულსები ან შთაგონება, თქვენ როგორ გამოიყენებთ ამას ივნისის თვეში ეს თქვენზე არის დამოკიდებული, უფრო მეტი ნდობა წყვილებს შორის, თუ დაოჯახებული არ ბრძანდებით, მაშინ შეიძლება გამოჩნდეს ამ თვეში ზუსტად ის ადამიანი, რომელიც თქვენ გჭირდებათ ცხოვრებაში და ასევე თქვენ შეგიძლიათ რომ თქვენი წარმატების შემოქმედი გახდეთ. გადავიდეთ უკვე ლომზე. მოდი ვნახოთ როგორ იქნება ლომთათვის ეს ივნისის თვე. ზოგადი ფონი, პირადი ცხოვრება და კარიერა და ფინანსები. რა თქმა უნდა, ლომებისთვის ლიდერული ენერგიებით არის გაჯერებული მთელი თვე. ეს პერიოდი შეიძლება იყოს განსაკუთრებით თავდაჯერებული, ორგანიზებული, მიზანმიმართული, რაღაცა ისეთი კონტროლის და პასუხისმგებლობის ბარათი ამოგივიდათ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ. საკუთარი საზღვრების მკაფიოდ გამიჯნას მოახერხებთ. ასევე თქვენი შანსი მოგეცემათ იმის, რომ უფრო მეტად გამოავლინოთ თქვენი ლიდერული უნარები. ასევე
რაღაცა ქაოსური სიტუაციები თუ გქონდათ აქამდე რაღაცა დაულაგებელი, ასევე გექნებათ შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად დაამყაროთ წესრიგი და მოკლედ აიღებთ ყველაფერზე, რაზეც აქამდე ცდილობთ თავის შეკავებას, აიღებთ ყველაფერზე პასუხისმგებლობას და ყველანაირ სიტუაციას მართავთ. რაც შეეხება სასიყვარულო ცხოვრებას, პირად ურთიერთობაში აქ არის ცოტა თავდაცვის პოზიცია. სულაც არ ნიშნავს, რომ რაღაცა კონფლიქტებში და ესეთ გარკვეულ სიტუაციებში იქნებით, მაგრამ აი როგორ იქნებით, თითქოს იცით, თითქოს საკუთარი პოზიციის, საკუთარი გრძნობის, საკუთარი არჩევანის დაცვა მოგიწევთ. შეიძლება ეს იყოს რაღაცა ჩარევა, შეიძლება რაღაცა განსხვავებული შეხედულებებთან დაკავშირებით მოგივიდეთ დაპირისპირება, შესაძლებელია საკუთარი საზღვრების დაცვა, ან მაგალითად რაღაცა ურთიერთობაში საკუთარი პოზიციის ან არჩევანის სისწორის დაცვა მოგიწიოთ. ასევე მინდოდა მეთქვა თქვენთვის, რომ ეს ბარათი აი როგორი რაღაცაა, იცით? ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ რაღაცები არ დათმოთ. ანუ რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, არაფრის დიდებით არ დათმობთ იმას. რაც შეეხება კარიერას და ფინანსებს, ეს არის ხმლების ტუზი, რომელიც რაღაც ახალი იდეებს, სიმართლის დანახვას, რაღაცა ახალი გადაწყვეტილებების მიღებას, ახალ სამუშაო გამოცდილებას, მნიშვნელოვანი შეთანხმებები შეიძლება ამ პერიოდში ახალი პროექტი დაიწყოთ, ან რაღაცაზე შეთანხმდეთ, ახალი გადაწყვეტილება მიიღოთ, ან ახალ კონტრაქტს მოაწეროთ ხელი. ასევე შესაძლებელია, რომ რაღაცა პრობლემა, არსებული პრობლემა, რომელიც იყო გაურკვეველი, შესაძლებელია, რომ ახლა გაირკვეს და თავი მოაბათ. ასევე სწორ მიმართულებას და რაღაც გამჭრიახობას აჩვენებს თქვენი მხრიდან. და აი როგორ იცით, თითქოს თქვენი რაღაცა ბევრ რაღაცასთან დაკავშირებით, ბევრ საკითხებთან დაკავშირებით რაღაც გონივრულ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. მთლიანი თვის ფონს რომ შევხედოთ, ეს არის საკუთარი პოზიციის გამყარება და სტაბილურობა, პირად ცხოვრებაში საკუთარი საზღვრების, ურთიერთობების დაცვა თუ მოგიწევთ და საკუთარი საზღვრების დაცვა ამისი შესაძლებლობაც გექნებათ. ასევე მომავლის პერსპექტივა, ანუ ფინანსებში და კარიერაშიც, ასევე მკაფიო ხედვები და რაღაცა მნიშვნელოვან გარღვევებს გააკეთებთ მოკლედ ივნისის თვეში. გადავიდეთ ახლა უკვე მშვილდოსანთან. მოდი ვნახოთ ახლა რა ხდება მშვილდოსანთან დაკავშირებით. ასევე ამოვიღოთ 3 ბარათი. პირველი ეს იქნება ზოგადი, მეორე პირადი ურთიერთობები და მესამე ფინანსები და კარიერა. მშვილდოსნებო, ზოგადი ფონი არის გამარჯვება, წინსვლა, კონტროლის საკუთარ ხელში აღება. ნახეთ, ეტლი არ დგას, ის არის მუდმივად მოძრაობაში. თქვენი ზოგადი ფონი ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. შეიძლება სამოგზაუროდ წასვლა და გადაადგილება, მაგალითად ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. საქმე, რომელიც გაგიჭიანურდათ, შეიძლება წინ წავიდეს. საკუთარ ცხოვრებაზე მეტი კონტროლის აღების შესაძლებლობა გექნებათ ამ თვეში, ამისი ენერგიები გააქვთ თქვენ. და აი მაგალითად ნახეთ, ეტლი ზოგადი ენერგიის ფონზე მე შემიძლია გითხრათ მშვილდოსნებო, რომ რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილებები გჭირდებათ, იმიტომ რომ ეტლი არ ჩერდება რა. ის მუდმივად მოძრაობაშია და თუ თქვენ ზუსტად არ იცით, რას აპირებთ და რას ანუ რაღაცა გეგმა თუ არა გაქვთ, შეიძლება გზიდან გადაუხვიოს, ხო? და შეიძლება საერთოდ სხვა მიმართულებით გადაუხვიოს, წავიდეს ის რაღაცა დაწყებული საქმეც, ასევე შეიძლება
ისე არ დაალაგდეს, როგორც თქვენ ფიქრობდით, ამიტომ აუცილებლად გჭირდებათ რაღაც კონკრეტული გეგმა, კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომ თქვენ მიიღოთ ის, რასაც ელოდებით ამ თვეშიც და ზოგადად რა მოლოდინებიც გაქვთ. რაც შეეხება პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ ეს ურთიერთობების ეს არის ურთიერთობების საფუძვლის შენების, ასევე თანამშრომლობის ბარათი. თუ ურთიერთობაში იმყოფებით პარტნიორთან საერთო მიზნები, საერთო გეგმები, საერთო თანამშრომლობის დრო, აი რაღაცა საერთოს შექმნის დროა. ასევე მაგალითად შესაძლებელია რომ ახალი ადამიანი გაიცნოთ და რაღაც ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობაში გადაიზარდოს ეს თქვენი ნაცნობობა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ეს ბარათი არის მოსმენის, თანამშრომლობის, აი ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვის, ხო? რაღაცა შენების ეს ბარათი არის შენების ბარათი და მნიშვნელოვანი არის რომ ურთიერთობისთვის, ესე იგი ივნისის თვეში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა რომ თუ უფრო მეტად მოусმენთ თქვენს პარტნიორს, იქნება ეს თუ იმ ადამიანს რომელიც მოგწონთ და ეს საერთო ენის გამონახვას ეცდებით, აუცილებლად გაამართლებს თქვენი ურთიერთობა და უფრო მეტად გაძლიერდება. იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ქმედების, ანუ თან ქმედების ბარათია და არა მხოლოდ ფუჭი და უაზრო სიტყვის. რაც შეეხება კარიერას და ფინანსებს, გეტყოდით რომ აქ ჩანს ძალიან ფრთხილი ენერგია და რატო? უნდა მოერიდოთ დაძაბულ მოლაპარაკებას, კონკურენცია ჩანს, რაღაცა ინტერესების შეჯახება ჩანს. თითქოს ადამიანები ცდილობენ საკუთარი პოზიციის დაცვას. ნახეთ, შეიძლება გამარჯვებული იყოს ადამიანი, მაგრამ დაკარგოს სხვა ადამიანები, ხო? მეგობრები იქნება ეს თუ აი მაგალითად სამსახურში თანამშრომლები იქნება, ხო? შეიძლება რაღაცა კონკურენტული ბრძოლა მოგიწიოთ. შეიძლება იყოთ მართალი, მაგრამ ამისთვის ფასი გადაიხადოთ, ამიტომ უნდა ეცადოთ რომ ივნისის თვეში მაქსიმალურად მოერიდოთ კონფლიქტში ჩართვას და უფრო მეტად დიპლომატები უნდა იყოთ და არა ისეთები აგრესიულები რა. მოკლედ აქტიური ქმედება ივნისის თვეში აუცილებლად ეს შეიძლება იყოს გადაადგილება, ეს შეიძლება იყოს რაღაცა დაწყებული საქმეების გაგრძელება, პირად ცხოვრებაში თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის მოსმენა უნდა ისწავლოთ, სამსახური ფინანსებში, კარიერაში რაღაც კონფლიქტურ სიტუაციებს უნდა მოერიდოთ, იმიტომ რომ შეიძლება ამით თქვენი ენერგია დაკარგოთ და თქვენი ენერგია წაიღოს. ამიტომ რაღაცა იცით სტრატეგია უნდა აირჩიოთ მოკლედ რა. რაღაცა გეგმა უნდა გქონდეთ ივნისის თვის განმავლობაში, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი წყობა მოგივიდათ მშვილდოს ნიშნება რომ თუ გინდათ რომ წარმატებული იყოს ეს თვე თქვენთვის, აუცილებლად ზუსტად უნდა განსაზღვროთ რაღაცეები და მოერიდოთ რაც მთავარია კონფლიქტებს, ხო? ეს ბარათი უფრო აი კარიერული წინსვლის და ფინანსებზე კი არა, უფრო მეტად გვიჩვენებს რაღაც გაფრთხილებასავით, რომ თუ გინდათ რომ რაღაცა მყარად იყოთ და კარგად გრძნობდეთ თავს, მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ კონფლიქტებს, იმიტომ რომ გამარჯვების შესაძლებლობა გაქვთ, უბრალოდ რაღაცებში მეტი დაკვირვება და მეტი მოსმენა გჭირდებათ. დღეისათვის სულ ეს იყო. გამოიწერეთ ჩემი არხი, ნიმატარო არხი და მე დღეს გემშვიდობებით, დროებით.